დღეს სტუმრებს ველოდებით 20 სტუმარი ვყავს ამ სივრცეში ამ დიდ მაგიდასთან 20 სტუმარი თავსდება კარგად და ძალიან სასიამოვნო საღამო გველოდება მე რა თქმა უნდა მასპინძელი ვარ და ჩემი გული ხარობს რომ დღეს ჩემთან მოსულ სტუმრებს გავახარებ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება როგორ არც ერთი თებში არ მეორდება ყველა უზნეცოვია, ყველა ლამაზია. ისე ცალკე აღებულს ამ ხმალას გლადიოლუსს არ ვწყალობ. მაინდა-მაინც არ მიყვარს. მაგრამ რაღაცა მომენტები არის სეზონზე, როცა შეიძლება მისი კარგად გამოყენება და სწორად გამოყენება. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როდის და სად და როგორ. რასთან ერთად ეს ჩემი დადგენილი კომბინაცია არა ლურჯი და წითელი ჭახჭახა იმისთვის რომ განსაკუთრებული ემოციები გამოიწვიო და ამაზად გაფურჩქნოს უფრას სულ არა აუცილებელი იყოს ძვირფასი ყვავილი. ყვავილის სიძვირფასით არ განისაზღვრება ეს ემოცია, რასაც იწვევს, აი სულ უბრალო სექტემბერები, სულ მარტივი ყვავილი შეიძლება გამოიწვიო დიდი ემოცია, რადგან ის იქნება სეზონური და რადგან ის იქნება ზუსტად იმ დროისთვის, იმ პერიოდისთვის, იმ ამბისთვის შესაფერისი. ერთი ძველი წიგნი მაქვს. ყვავილებს სამებაღეო წიგნი, რომელშიც წერია ყვავილების აღწერა უბრალოდ. და აი სექტემბერებს უწერია ძველებურად. განსაკუთრებულად ლამაზია ელექტრონის შუქზე. და მახსოვს ის კარგად ის ძველი ამბავი. შუქს ძალიან უხდება განსაკუთრებულ ფერს აძლევს შუქი და თუ ამ ჭაღებს ეს მithქვამს კიდეც დაუხვედრებთ სარკებს ქვევიდან და მაგიდაზე დადგამთ სარკეს ის ჭაღის ბროლები კიდევ უფრო აბჟღიალდება და ამ შუქს მიარტყამს ჭერს ჩვენი ჭერი ლურჯად არის შეღებილი და ძალიან ლამაზად აი ნახე რა შვება ჭერზე აი ეს ჭაღი შვება ამას ნახე როგორი ვარსკვლავები ვითა ვითომ პატარა დეტალია მაგრამ დიდ ემოციებს იწვევს განსაკუთრებული საღამო გველოდება. სუფრა გადაფარებული გვაქვს ქერთუსია იგნატოლას ყვავილებით, ლურჯი რა თქმა უნდა, ლურჯის ამბახებით, ეს ყველაზე უფრო მომწონს, თუმცა დანარჩენებიც ლამაზებია. იქ არის კიდე წითელი ზიზილებიანი. ნახოთ რა გამოგვივა. არაჩვეულებრივი ბიჭები მყავს დაპატიჟებული სამღერლად, სუფრასთან დასხდებიან ჩვენთან ერთად და სტუმრებს დღეს გავაკვირვებთ და გავახარებთ. სტუმრებსაც და სტუმრების მასპინძლებსაც. მე ხო მარტო არ ვარ მასპინძელი, იმასთან მოყვება მასპინძელი და ქართველებს ძალიან მოსწონთ, როცა შენ სტუმარს დაუფასებ, სტუმარს შეუქებ, სტუმარს თავს კარგად აგრძნობინებ, სტუმარს აღაფრთოვანებ, გემრიელობებით მოხიბლავ. შენი სტუმარი ძალიან კარგად გრძნობს თავს მაშინ, როცა მისი სტუმარი არის დაფასებული. და სულ მეკითხებიან, ვის მასპინძლობთ? მასპინძლობთ სტუმრების სტუმრებს. ამ სივრცეში 20 ადამიანი კარგად თავსდება, კარგად ვუვლით. კუთხეებია, სადაც გადაჯდებიან და გადასხდებიან, თავისთვის არიან, არაჩვეულებრივი სველი წერტილებია, ლამაზი. კარგად არიან ხოლმე როიალი დგას და ამ სივრცეში დაბადების დღის გადასახდელად და ასეთი კერძო დახურული წვეულების გადასახდელად მე უკეთესი თბილისში არ მეგულებ, არ ვიცი. პარიში კი და თბილისში არა.